ხელობის პიანისტა ბორჯომის მე-11 საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. მსმენელთა წინაშე წარსდნენ ქართველი მუსიკოსები თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, გიგი პიანომენი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და ირაკლი ევსტაფიშვილი. კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეული არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები საქართველოდან, ამერიკიდან და გერმანიიდან. 21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება მოსმენები სოლო ფორტეპიანოს და საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობენ 6-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდა პიანისტები. თენგიზ ამირაჯიბის სახელობის კონკურსი უკვე მე-11-ით ტარდება, ფესტივალი კი მე-13-ით. კონკურსი ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა და იქცა საერთაშორისო კონკურსად. წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ყავს მონაწილეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში თენგიზ ამირაჯიბის სახელი კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი და გარდა ამისა გაიცნობენ იმ ულამაზეს მხარეს, რასაც ბორჯომი ქვია. მოხარული ვარ, რომ თენგიზ ამირაჯიბის პიანისტა საერთაშორისო კონკურსი უკვე მე-11-ით ტარდება და ტარდება თან ეს ბორჯომში, ამ უმშვენიერეს ქალაქში, უმშვენიერეს მხარეში. თვითონ წლევანდელი მნიშვნელოვანი იმით არის, რომ იხსნება ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალი, სადაც თბილისის შემდეგ უკვე ბორჯომში მონაწილეობ. შემდეგ გვექნება უკვე ქუთაისი. შესაბამისად, წელს მონაწილეებს ძალიან ბევრია, რაც ძალიან გვახარებს. იცით, ვართ ბედნიერები ბორჯომელები, რომ ასეთი კაი და ლამაზი ფესტივალი ტარდება ჩვენთან. ეს უკვე მე-რამდენი წელია, რომ ამირაჯიბის სახელობის კონკურს ფესტივალი ჩვენთან ტარდება და ძალიან დიდი წარმატებითაც. და იწყება, სანამ დაიწყება ფესტივალი და კონკურსი, მანამდე ყველა ძალიან სული და გულით ელოდება, რომ მოისმინონ ასეთი კარგი მუსიკოსი.